ბათუმში ორდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა ქალაქში ამ დროისთვის მხოლოდ ცენტრალური გზებია გაწმენდილი, გარეუბნები კი ამ დრომდე პარალიზებულია. დაბალი ტემპერატურის გამო ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურგენის ტბა გაიყინა. მსგავსი შემთხვევა ბათუმში ბოლოს 1985 წელს დაფიქსირდა. დეტალები ნახეთ სოფო ჟღენტის რეპორტაჟში ბათუმიდან. ბათუმში ნურიგელის ტბა გაიყინა. დაბალი ტემპერატურის მიუხედავად დღეს 6 მაისის პარკში ხალხმრავლობა იყო. უჩვეულო სანახაობისთვის უამრავი ადამიანი შეიკრიბა. გაყინულ ტბასთან იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებსაც, რადგან ასეთი შემთხვევა ბათუმში ცოტას თუ ახსოვს. სკოლაში ვიყავი და იყო მაშინ საოცარი ზამთარი. აი მას მერე ბოლოს არც კი მახსოვს ესეთი თოვლი ბათუმში. არასოდეს ვინახავს გაყინული ტბა. ტბამ გაყინვა გუშინ საღამოს დაიწყო. ბუნებრივი წარმოშობის ტბის ზედაპირს რამდენიმე სანტიმეტრიანი ყინული აკრავს. ამ ტბის გაყინვის ფაქტი გასულ საუკუნეში 4ჯერ 1911, 1928, 1959 და ბოლოს 1985 წლებში დაფიქსირდა, როცა ჰაერის ტემპერატურა ბათუმში -5-7 გრადუსამდე დაეცა. დაბალმა ტემპერატურამ და თოვლმა პრობლემები შექმნა ბათუმში. გაიყინა ქალაქში სავალი ბილიკები და გზებიც. მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, თუმცა მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება უჭირთ. გუშინაც და დღესაც მე მოკრად ფეხით მომიწია ჩამოსვა, საკმაოდ შორს ცხოვრობ, სადაც 5 კილომეტრი არის ჩემს სამსახურამდე და იმ იმედით რომ ტრანსპორტი წამომეწეოდა, ჩამოვედი თითქმის ნახევარი გზა ფეხით. აქანი რასაც თქვენ უყურებთ. რაიმე ჩანს რომ ხელისუფლება საერთოდ არსებობს ბათუმში? აი აქედან გამომდინარე იმიჯელეთ. არავინ ამის პატრონი მე წინა თოვლობაზეც არც ახლა არ მინახავს. გაყინულ გზებზე მოძრაობა უჭირთ დასუფთავების მანქანებსაც. ქალაქში ნაგვისურნები გადავსებულია. ბათუმის დასუფთავების სამსახური გზებისა და ტროტუარების გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული. თოვის შედეგად უჭირდა სპეცტექნიკას გადაადგილება, გადავსილია ნაგვისურნები, მიმდინარეობს ახლა ნაგვისურნების გამოთავისუფლება თოვლისგან, მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს ნაგვის გატანა ქალაქის ტერიტორიიდან. ბათუმის მერის განცხადებით, მათ სტრუქტურებში მომუშავე რამდენიმე ასეული ადამიანი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ერმაკოვის თქმით, ქალაქში ცენტრალური გზები გაწმენდილია, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები ფუნქციონირებს. ერთი დღე, ერთი წუთი არ დაუსვენია არც ერთ სამსახურს, მაგრამ არის რაღაც ფიზიკური საშუალება. აი გორგილაძის ქუჩაზე რამდენი ჩაიარეთ და ნახეთ, რამდენი კერძო სავაჭრო ობიექტი არის. თუ არის სადმე იქ ვინმე გამოსული, თქვათ. კიდე ყველას არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო მეთქი ბოდიშ წუხტი, მაგრამ ჩვენაც ყველაფერს გადავიტანთ იქეთ, რომ მუნიციპალიტეტი ბათუმის აკრებულოს ოპოზიცია მუშაობას უწუნებს ქალაქის მერს. კობაჩხაიძე ერმაკოს მოხალისეთა ჯგუფების შექმნის იდეას ახსენებს, რომელზეც მერი უკვე 2 წელია უარს ამბობს. მისი თქმით, მოხალისეთა ჯგუფების არსებობის შემთხვევაში ქალაქი პარალიზებული აღარ იქნებოდა. სწორედ მოხალისეობის წახალისება შეეძლო მერიას გაეკეთებინა, რა თქმა უნდა, და ერთგვარი სიმბიოზური ურთიერთობა დაემყარებინა ინიციატივიან ახალგაზრდებთან, მაგრამ ეს არ გააკეთა და პრინციპულად არც აკეთებს, მაგრამ სტიქია დაჟინებით კარნახობს ამ შემთხვევაში მერს, რომ გააკეთოს სწორედ ეს მოქმედება, რომ ქალაქს ყავდეს მოხალისეთა რაზმი, რომელიც იქნება შესაბამისად ეკიპირებული. ბათუმში თოვლმა 80 სანტიმეტრს გადააჭარბა. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ამოდენობის ნალექი ბათუმში 1985 წლის შემდეგ არ მოსულა.